მოგესალმებით ნაზის აძველაძე გადაცემა საჩინოდან. დღეს არის დედის დღე. ყველა დედას მინდა მიულოცო, აგრეთვე ქალბატონ ნინოს მე ჩემ თავსაც ულოცავ დედის დღეს და ყველა დედას უსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ყოველივე საუკეთესოს. დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდა ჩემი დიდი ხნის მეგობარი ქალბატონი ნინო ჩაფარიძე. მას მართალია ერთი შვილი ყავს, მაგრამ შვილიშვილები კი 7 არიან. თქვენი სახელით ჩემ ძვირფას მეგობარს ქალბატონ ნინოს მიულოცავ დედობის დღეს და უსურვებ ჯანმრთელობას და ვეტყვი მადლობას, რომ გაიმეტა ოქროს ტუთები და მობრძანდა დღეს ჩემთან გადაცემაში. დიდი სიყვარულით მოგესალმებით ქალბატონო ნინო და მიამაყება, რომ თქვენ ჩემი მეგობარი ბრძანდებით. ეს ჩვენი შეხვედრა გახლავთ უკვე მესამეჯერ. თქვენ სხვა ტელევიზიებში ბრძანდებოდით, ჩემთან ეს იყო ახალი საქართველო და შემდგომ სამეფო არხზეც ბრძანდებოდით. მინდა კვლავ მადლობა გადაგიხადოთ, რომ მობრძანდით და მესაუბრეთ, საიდან მოდიხართ და ვინ ბრძანდებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა თქვენს მოგილოცოთ დედის დღე, იმ ხელი საამაყო შესუსულო წარმატებები ბედნიერება და მადლობა მოწვევისთვის და ყურადღებისთვის. როგორც ვბრძანეთ, მე მყავს ერთი ვაჟი, მიხეილ ჯაფარიძე, რომელსაც ყავს მეუღლე ირმა ანდღულაძე და ყავთ 7 შვილი: სერგი, რევის, საბა, ლუკა, ირინოლა, სოფო და ელენე. დიდარი და ყავს 5 შვილთაშვილი. ყავს რძლები, შვილიშვილისოლები, თამთა, მარიამი და მარო. მე მინდა მადლობა გადავხატო მშობლებს ასეთი კარგი ახალგაზრდების გაზრდისთვის. ეხლა რაც შეეხება მე მაინტერესებს თქვენი მშობლებიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. რა თქმა უნდა. ვინ ყავდათ მშობლები, რომ ასეთი კარგი ქალბატონი ხართ თქვენ დღეს? ეს მათი დამსახურება. იცით რა თქვამია, რომ ვერ მუხავ მშობელ მიწაში გვიდგას ფესვებიო. აი ასე ფესვებში მიდგას მეფეხი, რომლებსაც ერქვა სერგო ჯაფარიძე, რკინიგზის სამმართველოში 36 წელი განყოფილების უფროსი და ქალბატონი ზინა ჯაფარიძე, რომელიც იაპონურ ხელოვნებას იყო დახელოვნებული, ხატავდა აბრეშუმზე. აი ესენი იყო ჩემი მშობლები, რომლებმაც გამზარდეს მე, მომცეს საშუალება განათლების და შემდეგ მეხმარებოდნენ შვილის გაზაში, რათა მეღაცა ვიყავდი საქართველოს ჩემი საქმიანობისთვის, ბავშვების და ადამიანების კეთილდღეობისათვის. დიახ. შემდგომ თქვენი განათლება როგორც ყველა, რა თქმა უნდა, საშუალო სკოლა დავამთავრე, შემდეგ მუსიკალურ ტექნიკუმში ქსენია ჯიქიას პირადად მისი მოწაფე ვიყავი. მეოთხე სამუსიკო სასწავლებელი. ეს იყო გამართლება, რომ ისაკ იყო 1001 წელს. შემდეგ დავამთავრე მოსკოვის კლარა ცეტკინის სახელობის უნივერსიტეტი, ხალხური შემოქმედების უნივერსიტეტი. რის შემდეგაც მე გამიშვეს ბულგარეთში სამუშაოდ, ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში, სადაც დირექტორი იყო გიორგი ნეშევი, რომელმაც სოფიის სცენაზე 75 წელში ერთადერთხელ დადგა კეთო და კოტე ვიქტორ დოლიძის ოპერა. ეს საოცარი ანშლაგი იყო და საოცარი დასწრება და მოწონება და ბულგარელი მაყურებლებისაგან. შემდეგ აი ბლაგოევიჩი მუშაობის შემდეგ 2 წლის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და მოღვაწეობდი, ჩამოვიტანე იქიდან ლიტერატურა, მუსიკალური ლიტერატურა, რომელიც გადავეცი მე-20 სამუსიკო სკოლას, სადაც მე მუშაობდი. იმის შემდეგ მე-12 მუსიკალურში და მე იქიდან წავედი სამუშაოდ 1 წლით ლაგოდეხში. მაგრამ მომიწია ცოტა მეთხანს დაჩერა, ისე შემიყვარდა ეს რაჭველი იმერებლების სოფელი.
იქ უკვე ცოტა ბავშვობიდან წერდი მოღვაწეობდი მაგას მერე მოგიყვებით და იქ მე დავდგი ჩემი დაწერილი ჩემს მიერ დაწერილი ჩემს მიერ მუსიკალურად გაფორმებული მეუფე სერგი ჩეკურიშვილის ჰერეთი ნეგრესის მეუფის სერგის მიერ როცა კურთხევით ნებადართული ქრისტე აღდგა სადაც ბავშვები გალობდნენ ბერძნულ ენაზეც და ქართულ ენაზეც რომელსაც ესწრებოდნენ კახეთის მღვდლები ეპისკოპოსები და რომელმაც ასევე საქართველოსიდან ჩამოსული საზოგადოება გზაუფლისაკენ იყვნენ ჩოხოსნები გზაუფლისაკენ ხელმძღვანელობა მონაწილეებს ყველას გადასცა ხატები ბატონი ოთარი ყონელობა შემდეგ ამის შემდეგ იმისათვის რომ ლაგოდეხი როგორც მთელი საქართველო მრავალეროვანია ლეკი ოსი სომეხი აზერბაიჯანი რუსი ქართველი ინგლისში ყველა ცხოვრობს ამიტომ დავწერე პიესა მეგობრობის ძალა და ყველა ეს ეროვნების ბავშვები მონაწილეობდნენ ისევ გაფორმება ჩემი იყო ისევე გუბერნატორი და გუბერნატორის აპარატი კახეთის ეს მღვდელმთავრები ეს თბილისიდან საზოგადოება გზაუფლისაკენ ჩოხოსნები აგრეთვე მზიურელებიც კი იყვნენ ჩამოსულები და გავმართეთ ეს კონცერტი რის შემდეგაც რა თქმა უნდა იმართებოდა ბანკეტი ეს ყველაფერი არის გაზეთებში გამოქვეყნებული რომლებიც აეკავა გარდა ამისა ცოტა ვისესხე ბატონი გიზო ნიშნიანიძისაგან და ლაგოდეხში გავაკეთე შეხვედრა ლაგოდეხში ჩამოვიდნენ ვაჟა აზარაშვილი რომელიც ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი და მე ჩემი მეგობარი იყო და ბევრი წიგნები მაქვს მისი ხელმოწერით ნაჩუქარი რას გეძახოდათ ბატონი ვაჟა ეძახდა პურმარილოვნას შეკრებულოვნას სუპურმარილები და სულისა თან მოსწოდა ძალიან ჩემი გაკეთებული ვაჟა აზარაშვილი მერაბ დონაძე ჯემალ ადამაშვილი მერაბ მერაბაშვილი ნანა ბალახაშვილი კიდე მრავალი სხვა იყვნენ შავლეგოს ხალხი იყვნენ ისევე მზიურელები მე ჩვენ როცა ვიმღერეთ ჩემი ბავშვები მყავდა შერეკილები ანსამბლი ვაჟა აზარაშვილმა აიღო მიკროფონი მოითხოვა დარბაზიდან როგორც ყოველთვის დინამო იმღერა და პატარა დინამოზე ახლა მერაბ დონაძე მთელი დარბაზი რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფასოდ კეთდებოდა მთელი დარბაზი გადაჭედილი იყო და მე იღებდეს ამ ვაჟა აზარაშვილის და დონაძის სიმღერებს იქიდან მესამე მეოთხე რიგიდან მზიურელები დაკარი დამდაფებს შემოძახეს და ესე გაიმართა საყოველთაო კონცერტი და კონცერტის შემდეგ უნდა გენახათ ქალბატონაზე ეს მშობლები ეს მაყურებლები ყველა რო ცდილობდა მოხვეოდა ამ ხალხს და იმათთან გადაეღოთ სურათები აი ეს გარდა ამისა ლაგოდეხში სადაც თამბაქოს ყანებია და ხალხი შრომობს და არ იცოდნენ ბავშვები ვისთან დაეტოვებინათ ჩემი თანხებით სტადიონზე სადაც ერთი პატარა ოთახი იყო რომელიც მათხოვა უფასოდ დათო ლომაძემ დაგეთმოთ დარბაზში დამითო ოთახი და 3 თვის განმავლობაში ბავშვებს ვამესადინებდი სიმღერებში ლექსებში ხატავდით გახადე ცარცები ვიყიდე ასფალტზე ვახატინებდი 3 თვის მერე მოდიოდნენ 9 საათზე მიდიოდნენ 3 საათზე წვიმა იყო კარგია მიდიყო კარი იყო ყოველთვის 3 თვის მერე გავმართე თეატრის შენობაში ფოიეში მათი ნახატების გამოფერა მათი სიმღერები მათი გამგებელმა და დეპუტატმა გოზალიშვილმა გამგებელმა დეპუტატმა კაკალაშვილმა დაგვაჯილდოვეს მოგცეს ავტობუსი და ისევ ჩემი ხარჯებით წავიდეთ შუამთა და ალავერდი მაჩვენე ბავშვებს აი ეს იყო გარდა ამისა კიდე ის დაგვაჯილდოვეს ბანაკები რო იყო დიდი აი იმ ბანაკებში გავმართეთ კონცერტები ეს რომე რაიონებში ლაგოდეხში და აი ეს ყველაფერი არის გაშუქებული ტელევიზია გარდა ამისა გავმართე ჩემი ნაქარგების გამოფენა თელავში ქეთევან ამილახვის მუზეუმში სადაც 3 თვე იყო ნაქარგების ნახატების ჩემი გაკეთებული მძივების გამოფენა სადაც უცხოელებიც ჩვენი ქართველი ტურისტებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან იმათი საბეჭდილების ციგნი მაქვს
სახში. ნუ ჩვენ შემდგომში მაგას ყველაფერს ვაჩვენებთ და ნახავს ჩვენი ძვირფასი მაყურებელი თუ რა შედევრები გაქვთ თქვენო მე საერთოდ გაოცებული ვარ თქვენით მე ხშირად დავდივარ თქვენთან სახში და რა გითხრათ დიდი შექება მინდა გითხრათ ჯერ ერთი ძალიან კარგი გემოვნება გაქვთ თვითონ როდესაც კარგავთ თქვენ გაქვთ უამრავი ნაქარგები რამდენი წლები უნდებით მე კიდევ შეგეკითხეთ თქვენ ამაზე აი ყველაზე ხანგრძლივი წელი რომელსაც რა შექმნით რამდენი წელი დაგჭირდათ თქვათ ყველაზე ხანგრძლივი რომელი იყო ყველაზე ხანგრძლივი დაახლოებით წელიწადში ჩვენ ისე რომ თავი არამედია აი საჭმელს და ტელევიზორსაც ყურით ვუსმენდი სულ კარგავდი სულ დასისხლიანებული მქონდა თითები სულ კარგავდი და ყველაზე პატარა ის ალბათ 4 თვე აჰა გარდა ამისა ფერებს როგორ არჩევდით ახლა თქვენ ყიდულობდით ძაფებს თუ საფრანგეთიდან კოტონ პერლეს ვაგზავნილი ფულს ჩემ ნაცრობთან და მიგზავნი და ის და იმ ძაფებთან მულინეთი არ მიყვარს ვინაიდან მრავალწვერია და იძამწებოდა ვაკეთებდი აი შეიძლება რეცხვის შედეგად ან დასრულდებოდა არა და აი ეს ფერს ინარჩუნებდა ესე აი ეს ქალბატონო ნაზი ძაფები თქვათ ერთ ნაკარში რო დამრჩებოდა ლურჯი ამტარა ყავის მეორე ნაკარში უხამებდი ხო იცით რატომ ჩაგეკითხეთ ახლა ნაკარგებზე მეც კარგავ იცით ნუ ახლა რა თქმა უნდა არა მაგრამ ჩემს სადაც მე ვცხოვრობდი ბათუმში ცხოვრობდა ექიმი ქალბატონი ცნობილი ექიმი იყო ბავშთა ექიმი და იყო რუსი და ამ ქალბატონმა მითხრა იცი რაო მითხრა მე მინდა რომ შენ ჩემგან საჩუქარი გქონდესო რა და მასწავლა ქარგვა და თელი სალფეტკები მაგ მოქსოვილი და მართალი გითხრას ჩემი ქორწილი სუფრაზე ჩვენ საქორწილო სუფრაზე ჩემი ნაკარგებით იყო გაწყობილი ხო ეს და მაქვს სახლი ეხლა რა თქმა უნდა და ის მეც ვიყავი ბულგარეთში მაგ სხვა პერიოდში და იქიდანაც მე ჩამოვიტანე რამოდენიმე იცით როგორი ძაფები აი ფერი ჯერ ღია მე უფრო მუქდება მაგრამ ეს რო ვნახე ბულგარეთში მე იმდენად გაოცდი თქვათ ლურჯი ხო არის ცისფერი და რო გადადის ფერები და აი ცისარტყელას ფერებივით ხო და ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ ვნახე ასეთი ძაფები და ფული გავიმეტე და იქ ჩემ ამხანაგმა მითხრა რაზე იმეტებ შენ ფულს მეთხრე ჩემთვის ეს მე მინდა ხა რაღაცა რომ მეყიდა ისეთი რაღაც ხო იმას ნუ რამოდენიმე ხანში ალბათ მე იმას არ ვიხმარდი ხო მართალია და ეს ძაფები დღესაც შენახული მაქვს რამხელა სიმდიდრეა მე მგონი სხვა შეიძლება უფრო ძვირფასი რაღაცა იყოს მაგრამ ეს თქვენი ხელით გაკეთებული როგორ ვიცადა მე ისიც მახსოვს რომ ერთი ხელით ნაკარგი ყაისაღით თქვენს გაჩუქეთ მე და თქვენ ბრძანეთ რომ აკეთებთ პატარა ოთახს გამოფენას სადაც ხო ჩემი საჩუქრების გარდა ამისა მე კიდე მოგიხსენიოთ და მადლობა გადაგიხადოთ რომ როგორც მოგიხსენებათ ლექსებს მოთხრობებს და ჩემი ერთ-ერთი ლექსი რომელზეც მერაბიშომა დაწერა სიმღერა მიყვარხა პირველი შემსრულებელი და საუკეთესო შემსრულებელი შემწარდები პირიქით დიდი მადლობა გეუბნებით ამისათვის რომ ეს მე შევასრულე ჩემი საყოველთაოდ წელის პირველი ჯვარდაწერილი ვარ თქვენი პატრიარქის საყოველთაოდ თქვენი მყოფებოდით და საჩუქარის გადმომეცით და მაშინ შევასრულე ჩოხოსნება ხმლების გამოგატარეს შემოსაყვარლო ქალბატონო ნაზი თქვენ იცით რომ რამოდენიმე წიგნი მაქვს დაბეჭდილი და ეხლა კიდევ ამზადებ აი აგერ მოტანილი მაქვს და ეხლა კიდევ ამზადებ ერთ წიგნს რომელსაც უცნაური სათაური აქვს ისე ვკვდები თითქოს არც მიცხოვრია და ნება მომეცით ერთი პატარა ლექსი
ცხელიმზე ათმობს ქუჩის ფილაქნებს ჩემი ნაბიჯს დროდადრო ურევს მიზნისკენ შავი ფიქრი მიმაფრეს კვირცხან ვახტები გლდოვან ბორდიურებს ეს მე რამდენად მიმოხტლა ბედმა ქვებზე თავის რთმა ჩემი ჰობია მაინც სახელის ერთხელ გატეხვას თავის გატეხვაც ჯერჯობია მე ეს როგორ დევიზი ისე მაგ და ვცდილობ რომ არ შევწვე და მართლა სახელ გაუტეხავი და თავ გაუტეხავი ვიარო ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი სიმდიდრე და ასე იარეთ თქვენ დღემდე და გისურვებთ პირველ რიგში გაბატონინო ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მთავარია და თუ რამე დაგვრჩა კიდო სათქმელი შეგიძლიათ გარდა ამისა რამე ხო აი აქ ბევრი გაზეთები ვარ სადაც ვეწერე მაგრამ აი აქ დავინახე მოსაწვევი გეპატიშებით რომელიც იქნება მე რა თქვენ გავიხსენოთ ეს აქ იმაზე წერია რომ მე ქალბატონმა ნუნუ ლალი გორგასიძემ კინომცოდნემ ჩავატარეთ საქართველოს მასშტაბით იპოლიტე ხვიჩიას გახსენების საღამოდა მე მაგ ყველაფერია შენახული ეს აფიშებით ისიც საჩატ ლაგოდეხი, სამტრედია, ფოთი, ლანჩხუთი, ბევრგან ჩავატარეთ. და იქნება გავიხსენოთ ახლა ჩვენ კიდე გავაკეთოთ ეს თუნდაც თქვენს იმაში. კარგი იდეა, შორეს. გარდა ამისა, გარდა იმ ქველმოქმედებისა, რომელიც აღნიშნეთ, მე უნდა მოგახსენოთ, რომ თბილისშიც ჩამიტარებია ბევრი ქველმოქმედება მათ შორის პენსიონერთა ჩუღურეთის რაიონის პენსიონერებს დაახლოებით 35-30-40 კაცი უფასოდ წამიყვანია ერთ სამჯერ რობერტ სურვასხვების სპექტაკლებზე რუსაველის თეატრში წამიყვანია ჯანგულაშვილი იყო ჩამოსული ვოლგოგრადი ეს ყოფილი სტალინგრადი ახლა ვოლგოგრადის თეატრის დასის სპექტაკლებზე წამიყვანია ყოფილი რკინიგზელთა სახლი პლეხანოვზე ესტონეთის მამაკაცთა გუნდზე რომლებთანაც პირველად მოისმინეთ შეთქმიანი ხმა რომლებაც ქართული სიმღერები წინ წყაროც კი შეასრულეთ და გაფრიძიშაო აი ეგ ყველგან წავიყვანე უფასოდ ეს ხალხი რომ ვიცით რა ახალგაზრდები ყველაფერს შედება ყველა მოხუცებს რომლებთან მირბის უკვე წლების სასამართლოდ იმათ უნდა პატივისცემა და დაფასება აი ამას ვცდილობდი ხო ეხლა მოგახსენებთ რომ მუშაობდი მე როგორც აღნიშნე ბულგარეთში ბლაგოევგრადის სკოლაში შემდეგ ბრძანებები მაქვს აი აქ საბერძნეთის ბრძანებებით საქართველოს სამინისტროების ბრძანებებითაც მუშაობ ახლა ხან იყავით კიდევ სული იყავით ოდამირეკეთ იყავით საბერძნეთში ახლა კი ხო ის საკითხი მოაგვარეთ საბუთები ხო და აი აქ არის ყველა საბუთები და მუშაობდი სტავრაკოსის სკოლაში ეხლა რა არის სტავრაკოსი როგორც ჩვენ გვაქვს აქ რუსთაველის თეატრი და რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი ასევე აქვთ იმათ სტავრაკოსის სკოლა რომლის რექტორი არის გიორგოს კალიანაკისი რომელსაც საქართველოს იცნობს კინოს სირტაკის რეჟისორობით არაჩვეულებრივი ადამიანი მატარებდა როგორ იცით ჩამჭირდება თასავით კაცო ჩამჭირდება ხელზე მატარებდა იმდენი კორპუსები იმდენი აუდიტორიები რა აპარატურები მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ რომ ბატონი გიორგი სულ მეხვეწებოდა გაცვლის ვარიანტში გამეგზავნა წამეღო გოგი დოლიძის ჩვენი ქართული თეატრის გამეგზავნა რექტორი და რეჟისორი პროფესორი წამეღო ჩვენი ვიდეოები ისეთი ძლიერია ქართული სკოლა კინოსკოლა და განსაკუთრებით ვინაიდან ის ინსტიტუტია ჩვენი ქართული კინოსკოლის სტუდენტების მოკლემეტრაჟიანი ფილმები ისე გათქმული გვაქვს საქართველოს თელს სოფლიოში და ევროპაში აი ეს ვიდეო და მეთქვა თუ რამე დაგჭათ კიდევ სათქმელი გვაქვს 2 წუთი და დავასრულოთ და შემდგომ უკვე თქვენი ხელოვნება უნდა ვაჩვენოთ ჩვენ ზურფას ქალბატონო ნაზი
მე მინდა მთელი ჩვენი საქართველოს ხალხი განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა, ყველა ვინც კი საქართველოში ცხოვრობს, ძველი ქართული სიმღერა მზეშინა და მზეგარეთა, აი ეს მზეშინა და მზეგარეთადი დავლოცო მთელი საქართველოს მოსახლეობა. მთელი შინ და გარეთ სულ ზექონებოდა ჩემო საყვარლებო, ბედნიერები, გახარებულები, შვილები, თქვენი სიმდიდრე ვინც არის, ყველანი კარგად გიმყოფოთ. ქალბატონო ნასი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ და თქვენს ტელესტუდიას მოწვევისთვის. ვიმედოვნებ, რომ კიდე შევხვდი რაღაცას, კიდე შეძლებ რაღაცას. რა თქმა უნდა, მე ძალიან გაფასებთ ქალბატონო ნინო. თქვენ იმდენი ღვაწლი გაქვთ, რამც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, კიდევ რამდენი არ გითქვამთ, მაგრამ თქვენს ხელოვნებას ეხლა ჩვენი ძვირფასი მაყურებელი მალე ამას ყველაფერს ნახავს და მე მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა პირველ რიგში და თქვენი შთამომავლები ვინც არიან ყველას ღერძელობა, გამრავლება, გაძლიერება და საუკეთესო სურვილები და ვისურვებდი რომ ჩვენ ქვეყანაში ყოფილიყოს მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ ეს გადაგვარჩენს ჩვენ და კიდევ კვლავ დიდ მადლობას გეუბნებით ჩემთან მომხსენებისათვის მომავალ შეხვედრამდე კარგად გრძელდებოდეთ და დავემშვიდობებით ჩემს ძვირფას მაყურებელს და მეტყვი მადლობას მოსმენისათვის ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე მადლობა აი ეს ჩემი საყვარელი ნივთია. ყველა ქალს შეუძლია გააკეთოს, ვისაც უყვარს ხელსაქმე და ვისაც უყვარს ოჯახში რაღაცა შეტანა ასიახლის. ეს არის ყავის, უნალექო ყავის ბოთლი, რომელიც შევღებე, დავაწებე ღილები, თავი მოვქარგე, როგორც ხედავთ, ესეც შევღებე და ერთი ღილები. აი ამას რომ მოხსნი, ეს არის ღილების შესანახი, რო არ ეყაროს იქით აქეთ. ეს მე ვიცი რომ ბევრს შეუძლია უფრო უკეთესი რაღაცის მოფიქრება, გაკეთება, მაგრამ ერთი პატარა წვლილი მესმის და შევითანო, რომ საოჯახო ბანკები, ბოთლები როგორ გამოიყენონ. აი ეს კედლები მიყვარს თუ ატყობთ ესა. და აი მიყვარს ისეთ ციტატები, აი ეს განსაკუთრებით ეს მიყვარს, არწივები ცალ-ცალკე ფრენენ. ცხვრები კი ერთად ძოვენ. ბებერი და ბრძენი რომ გახდე, ჯერ უნდა იყო ახალგაზრდა და სულელი. აი ეს ვერთობი, როდესაც ხელები გტკივა, თვალები ტირიან, ხოლო როდესაც თვალები ტირიან, ხელები იმშრალებენ ცრემლებს. უკვე მე ბრძანე გითხარით, რომ ამ ახალგაზრდთან ერთად რეფერები წასულებს. იმიტომ რომ ჩვენ არ გვექნება მომავალი, თუ წასულები არ მოვიგონეთ. აი აქ მაქვს გაკეთებული 1991 ეს წლები დაბადება გადაცვალების და ომის წლები 1950-1954 და დავაწერე არავინ და არაფერია დავიწყებული. ეს ჩემი მამა გახლავთ, უფროსი ლეიტენანტი სერგო ჯაფარიძე, ეს მისი მედლები მართალია ყველა არ არის, იმიტომ რომ აგერეს მამაჩემის სურათია და აი ეს მოხდა რომ მოთხრობას დავწერე და შემომთავაზეს რომ მომავალში მივიტანო ბატონ ჭოლაწულაძესთან რომ დაიწეროს ფრონტზე დაწყებული მეგობრობა. აი აგერ მამაჩემი, დედაჩემი, მე და აგერ კიდე ეს მამაჩემი და დედაჩემი. ეს მე და ჩემი შვილი, ჩემი სიხარული. ისევ ჩემი სურათები, ჩემი შვილი, აი ეს არის ჩემი სურათებია. ეხლა ჩემი ბავშვობის სურათებია, როდესაც თეატრებში უკრავდი. პირველი კონცერტი 8 წლის ვიყავი, როდესაც
დაუკარი რუსთაველის თეატრში. მე ქვეყნის გაზეთები მაქვს. აი ჩემი მასწავლებელი აგერ, აი ნახეთ ჩოხოსნების ზევით, აი ჩამჩამდა. ეგ ჩემი სულ მეუბნებოდა, ნუ მეძახი მასო, ჩემი ვაჟა მასწავლებელი აზარაშვილი. მასზე მე დავწერე ლექსი, რომელზეც სიმღერა დაწერა მაყვალა ხორბალაძემ. ეხლა თებერვლის თვეში უხდიან გახსენების საღამოები იქნება მე-10 მუსიკალურში, მეორე მუსიკალურში და მე და კომპოზიტორი მიწვეული ვართ მის საღამოზე, რომ მივიღოთ მონაწილეობა როგორც ავტორები. აი ეს სულ ჩემი მართალია ყველანი არ არის Sada